საშობაო ბაზრობა სტრასბურგში, რომლის თანამასპინძელი საქართველოს წელს პირველად არის ტურისტებს გუტენბერგის მოედანზე დღეს ქართული სოფლის ხილვის საშუალება მიეცათ. ადგილზე წარმოდგენილია ქართული ღვინო, ეროვნული პროდუქცია და ნაციონალური სამოსი. სტრასბურგის საშობაო ბაზრობის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იგეგმება და ის 31 დეკემბერს დაიხურება. სოფო ჯაჯანაშვილი გიამბობს სტრასბურგიდან. ქართული სოფლის იმიტაცია სტრასბურგში. ეს ადგილი ევროპის საპარლამენტო ქალაქის საშობაო ბაზრობის ეპიცენტრი იქნება. საქართველოს წელს პირველად არის გრანდიოზული ღონისძიების თანამასპინძელი. სტრასბურგში მყოფი საქართველოს დელეგაცია ნაციონალურ სამოს, ეროვნულ პროდუქციას, ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს წარმოადგენს. ბაზრობას ოფიციალურად სტრასბურგის მერი და კულტურის მინისტრი გურა მოდიშარი აგრძელებს. მოხარულები ვართ, რომ მასპინძელი ქვეყანა წელს საქართველოა. სტრასბურგის ბაზრობა მსოფლიოში ცნობილია და მას დიდი ტრადიცია აქვს. ქვეყანას საშუალება იძლევა მილიონობით დამთვალიერებელს თავისი კულტურა გააცნოს. 4 საათზე გვაქვს პრეზენტაცია. წამოვიდეთ ქართული მაყალი, ქართული მწვადები უნდა ვაშიშყინოთ და ჩვენ სტრასბურგელი მეგობრებს გავაშიშოთ ქართული მწვადის გემო, ქართული კერძები, ხაბაბი და რა ვიცი ესეთი რაღაცები და მე მგონი მოეწონება და იმედი გვაქვს. გუტენბერგის მოედანზე კულტურული პროგრამის ფარგლებში ანსამბლები სუხიშვილები, რუსთავი და ლაშარი გამოვლენ. ევროპის საშობაო ბაზრობაზე მისულებს პიანისტი ხატია ბუნიათაშვილის, ჯაზმენ ბექა-გოჩიაშვილისა და მომღერალ თამთა ცხვიტავას მოსმენა შეეძლებათ. ფოტოგამოფენისა და ქართული კინოჩვენების პარალელურად ევროპელები ქართული პანტომიმისა და თითების თეატრის წარმოდგენას ნახავენ. ძალიან მოსწონთ, უკვირთ, იმიტომ რომ ფრანგებს ყავდათ მარსელ მარსო და იციან ანუ პანტომიმათია, მაგრამ ეს ქართულ ფორმაში ესე ტრადიციული კულტურები ძალიან აინტერესებს და ძალიან კარგად შეხვდნენ რა. ქუჩაში რო დავდივართ, ყველა გვიღიმის, ყველა აინტერესებს სადახართ თქვენ ტერიტორიულად. რაღაცა ჩვენც მივასწავლეთ აქ და უფრო მეტი ხალხი მოდის. უკვე აინტერესებს და ბევრი ჩერდება და სიამოვნებს და მოხიბლაც ეს იქნება რომ მე თვითონ შემსრულებელი ვარ სალამურჯეს და ფანდურჯეს და ამით მე დავაკმაყოფილებ ამ ხალხს, ისე რომ საქართველოს მე არ შევარცხენი. ევროპის საშობაო ბაზრობაზე საქართველოს მიწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერია მიიღო. ღონისძიებაზე თანამასპინძლის სტატუსის მისაღებად ერთმანეთის კონკურენტები საქართველო და იაპონია იყვნენ. სტრასბურგის საშობაო ბაზრობას ყოველწლიურად 4 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა თავისი კულტურა, კულინარია და ტრადიციები მთელს მსოფლიოს გააცნოს.